გადაცემა კი უნდა დავიწყოთ ჩარსვით რუსთაველის გამზერიდან, საიდანაც გვერდება იურისტი ნიკა სიმონიშვილი. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ერთად. საღამოშიდობისა. მოგესალმებით. 419 მოგესალმებით და მაყურებელს მოგესალმებით. ნიკა, 419 დღეა საპროტესტო აქციის და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მეტნაკლებად მაინც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა არის შეწყალება. ის რაც ვიხილეთ რა ფორმითაც და შინაარსითაც, ადამიანური და სამართლებრივი თვალსაზრისით რა განცდა დაგიტოვათ თქვენ შეწყალების აქტმა. დღეს 419 დღე არის უწყვეტი პროტესტის და სხვათა შორის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების მთავრობამ დაანონსა, რომ 20 იანვარს 2025 წლის 20 იანვარს ეს აქციები უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ერთი წელია გრძელდება. და იმის გამო, რომ ერთი წელია გრძელდება ეს აქციები და იმის გამო, რომ აი ამ აქციების გამო ქართული ოცნება ვერ ახერხებს მისი ლეგიტიმაციის მოპოვებას, პრინციპში ვერც ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით ვერც ქვეყნის გარეთ. ამიტომ არის, რომ ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტში აქტიურად არიან ჩართულები, უმოწყალოდ ექცევა, დაუნდობლად ექცევა და ის რაც გუშინ ჩვენ ვიხილეთ, დღეს და გუშინ პრინციპში, აი ეს სწორედ აი ამ უმოწყალობის გამოვლინება არის. ქართულ ოცნებას უბრალოდ ეზიზღება ის ადამიანები, განსაკუთრებით ისინი, ვინც ყველაზე აქტიურად მონაწილეობდნენ პროტესტში, ადამიანები, რომლებიც პროტესტის წინა ხაზზე იდგნენ და მათ ერთია, რომ აი ეს შეთითქმული ბრალდებით ყოველგვარი სამართლიანი მართლმსაჯულების გარეშე მიუსაჯა მათ თავისუფლების აღკვეთა და მათ ვერ ისარგებლეს სამართლიანი სასამართლოს უფლებებით, მათ მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება განხორციელდა ცალსაღად. ამის შემდეგ გააგრძელეს ანგარიშწორება ამ ადამიანების, მათი ოჯახის წევრების და მთლიანად იმ საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც აქტიურად არის პროტესტში ჩართული, იმიტომ რომ ერთია, რომ მათ იმედი გააჩინეს იმის, რომ შეიძლებოდა რაღაცა ერთგვარი შეწყალების აქტი ყოფილიყო ამ ადამიანებთან, მათ ნაწილთან მიმართებით, მაგრამ შემდეგ აი ეს იმედის ნაპერწკალი, რომელიც ბუნებრივია, რომ განსაკუთრებით ოჯახის წევრებს რა თქმა უნდა ექნებოდა, იმიტომ რომ ნებისმიერი პატიმრის ოჯახის წევრს აქვს ეს იმედი ყოველთვის, რომ შეიძლება მისი ოჯახის წევრი შეიწყალონ. აი ეს იმედი მოუკლეს, ანუ განსაკუთრებით გაუსწორდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც პროტესტში არიან ჩართულები, იმიტომ რომ ჩვენ და აი ამ ადამიანებს ეს პროტესტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდა გაგვეჩერებინა და ქართული ოცნებისთვის თითქოს და უნდა მიგვეცას შესაძლებლობა, რომ მათი საერთაშორისო ლეგიტიმაცია მოეპოვებინათ, მაგრამ ეს რადგანაც ვერ მიიღეს და ვერ მიიღეს პასუხი, რომ ჩვენ ვაღიარებთ დანაშაულს, ის რაც ნამდვილად არ მომხდარა, ვერ მიიღეს პასუხი, რომ ჩვენ ვინანიებთ იმას, რომ მონაწილეობდით აი ამ პროტესტში, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კვლავაც აი ამ ბინძური, არაადამიანური, არაჰუმანური მეთოდით, ყველაზე ჰუმანური აქტიც კი არაადამიანურად ექცია შეწყალება, რომელიც არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური აქტი არის სამართლებრივად, აი ეს ჰუმანური აქტიც კი ყველაზე არაჰუმანურ საქციელად წარმოაჩინა ქართულმა ოცნებამ, აი ეს მოახერხეს მათ. ეს მრავალსაათიანი გაჭიანურება თავად ჯერ აქტის გამოქვეყნებიდან შემდგომ უკვე პრაქტიკა როგორია, ხო, როგორც წესი ძალიან მალე ეს სიები გადაეცემა ხოლმე ინტენსიურ დაწესებულებას და მაქსიმუმ 1-2 საათში პატიმრები ტოვებენ ხოლმე დაწესებულებას. ანუ აი ეს გაჭიანურება დროშიც კი გონიათ, რომ მიზანმიმართული იყო და ქართული ოცნების ბუნება აი ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა? აი ეს მეთოდი, არ ვიცი, რაღაცა კგბ-ს ლაბირინთებში თავის დროზე მოფიქრებული მეთოდები ჩვენთვის არ ახალი არის პრინციპში. მე მინდა რამდენიმე კვირის წინანდელი შემთხვევა გაგახსენოთ ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით რა გააკეთეს, ხო? ანუ ადამიანი ვადაზე ადრე გამოუშვეს, საერთოდ საპატიმროდან, ანუ საერთოდ უკანონოდ გათავისუფლება გამოდის პრინციპში, ანუ იმაზე ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე მას გათავისუფლება ეკუთვნოდა. გაათავისუფლეს დილის საათებში, რომ საერთოდ ოჯახის წევრებსაც არ ცოდნოდათ ეს, ადამიანები ვერ მისულიყვნენ დასახვედრად, საზოგადოებას ეს დახვედრა ვერ ენახა. ესეც კგბ-შნიკური მეთოდი არის და ისიც კგბ-შნიკური მეთოდია, რომ ადამიანს გაუჩენ რაღაცა განცდას იმის, რომ შეიძლება მისი ოჯახის წევრი შეიწყალონ, საზოგადოებას გაუჩენ ამის განცდას და მე უბრალოდ გადააგდებ, ეთქვი, რომ არაფერიც არ იქნება, შენ არაფერს არ იმსახურებ, იმის რომ იმედი კიდევ ერთხელ მოუკლა, იმიტომ რომ გაუჩინო კიდევ ერთხელ ფრუსტრაცია და ფსიქოლოგიური ტერორი, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, აი ეს ტერორი გააგრძელოს. ამიტომ ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი, არ ვიცი, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში 2026 წელი დადგა ხო უკვე. ძალიან მარტივი არის აი ამ
სიის, ასე ვთქვათ, სიაზე ხელის მოწერაც, გადაგზავნათ, შეტყობინებაც და შემდგომ ამასთან დაკავშირებით შემდგომი აღსრულებაც. ანუ ეს არის ძალიან ტექნიკური საკითხი, რომ უბრალოდ შეატყობინო პენიტენციურ დაწესებულებას ვინ გამოდის ციხიდან და ვინ არ გამოდის. ამიტომ ის რასაც აკეთებენ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ეს პრაქტიკა აი ზურაგირჩ შაფარიძის შემთხვევაში რაც ვნახეთ, აი ზუსტად ასეთი რაღაც არის, რომ ადამიანებს არ მიეცეთ, არ ვიცი, უბრალოდ რაღაც ნებისმიერი ნორმალური ადამიანური აქტიც კი უნდათ რომ გააუფასურონ. ნიკა, კიდევ ერთი საკითხი, სადაც ჩემი განცდით ბევრი სპეციალისტის შეფასებაც მოვისმინე, ოცნება ექცევა ჩიხში, როდესაც ეს დრაკონული კანონები კი მიიღო, მაგრამ ჯერჯერობით აღსრულებას ვერ ვხედავთ. თუ არ ვცდები, ხვალ არის ერთ-ერთი პირველი განაჩენის გამოცხადება დაგეგმილი ტროტუარის საქმეზე, ეგრეთ წოდებული ტროტუარის საქმეზე. რა შთაბეჭდილება გაქვთ, როგორი მოლოდინი და როგორ შეაფასებთ ომბუდსმენის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოსადმი გადახედოს საკონსტიტუციო იმ ნორმებს, რომელიც ანტიკონსტიტუციურად როგორც იქნა მიიჩნია სახალხო დამცველმა. ხო, მე ვიტყოდი, რომ სახალხო დამცველის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანი არის, იმდენად რამდენადაც ეს ფაქტად დაფიქსირდება, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სახალხო დამცველს გასაჩივრებული აქვს და ეს შემდგომ იმ кейსებთან მიმართებით, რომლებიც ამ საკითხებზე შეიძლება წარიმართოს, მას არამხოლოდ ტროტუარის ნორმები აქვს გასაჩივრებული, არამედ იგივე სახის დაფარვასთან დაკავშირებული ნორმებიც აქვს გასაჩივრებული, ხო? პრინციპში მისი განცხადება დაახლოებით 3 თვის წინანდელი მე ძალიან პრობლემურად მიმაჩნია, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც სახალხო დამცველმა იგივე უთოოდირს მიმართა დასკვნის მოსამზადებლად ამ საკითხებთან დაკავშირებით ეს სარჩელი ჩაიტანა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის სამართლებრივი პერსპექტივის თვალსაზრისით იგივე საერთაშორისო ინსტანციებში, მაგრამ რას გააკეთებს ქართული ოცნების სასამართლო? მე ვფიქრობ, რომ ის შეჩერებული პროცესები და პრინციპში ძირითადად შეჩერებული პროცესები არის, ნაწილზე გადაწყვეტილებები გამოცხადება პრინციპში, მაგრამ ნახოთ რა გადაწყვეტილება გამოცხადება. ფაქტი არის, რომ ეს პროცესები ძირითადად მაინც შეჩერდა და აქტიურად ადამიანების დაჭერა ვეღარ გააგრძელა ქართულმა ოცნებამ, ვერ გააგრძელა იმიტომ რომ იმან რომ ტროტუარზე დგომის გამო არ ვიცი არათუ დააჯარიმო, საერთოდ დაიჭირო ადამიანი ტროტუარზე პროტესტის გამო და იმ აბსურდული ბრალდებით რომ შენ ვიღაცას გავლის საშუალება არ მიეცი, მაშინ როდესაც თვეების განმავლობაში მას ამრეო ტროტუარზე დარჩით და მაქედან გამოხატეთ პროტესტი, ეს რა თქმა უნდა ამას არავითარი გამართლება არ გააჩნია. არ ვიცი, მაყურებელი ჩემს უკან ხედავს ადამიანებს, შეკრებილებს რუსთაველის გამზირზე, ისევ აგრძელებენ ისინი პროტესტს, აგრძელებენ ტროტუარზე. რა თქმა უნდა, ქართულმა ოცნებამ რაც არ უნდა დაიმუქროს, პრინციპში მათი ტონი ჩერბილდა პრინციპში ტროტუართან მიმართებით, მაგრამ რაც არ უნდა დაიმუქროს ამ პროტესტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, აგერ 1 წლის წინ უნდა დამთავრებულიყო ეს პროტესტი, დარწმუნებით გვეუბნებოდნენ ამას ქართულ ოცნებაში, მაგრამ ვერ დაამთავრეს ეს პროტესტი. ამისთვის ბევრი რაღაც გააკეთეს, მათ შორის იგივე ტროტუარზეც პროტესტი ფაქტობრივად იმ ნორმებით, რომელიც მიიღეს, ფაქტობრივად აკრძალეს ტროტუარზე პროტესტიც, მაგრამ საზოგადოებას ასე მარტივად ვერ დაიმორჩილებენ საზოგადოებას, რომელიც აი ასე მედგრად დგას რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურად, აგრძელებს პროტესტს და რა თქმა უნდა ეს პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ეს ქვეყანა არ დაუბრუნდება მისი განვითარების ნორმალურ ჩარჩოებს და კალაპოტს. ნიკა, ბოლო კითხვაც, თითქოს სიმძიმის ტვირთი შეიძლება ვთქვათ, რომ გადადის საკონსტიტუციო სასამართლოზე და ეს რამდენიმე კვირის წინ პირველმა გააკეთა მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ, რომელმაც ეს ადმინისტრაციული დამძიმებული, მოკლედ, კანონმდებლობა სადავო გახადა, მასთან შევიდა რამდენიმე სარჩელი და საბჭოოდ გადააგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოება შეაჩერა. აი, როგორ მიიღებს ამ ტვირთს საკონსტიტუციო სასამართლო, შეიძლება თუ არა მართლაც მოევლინოს მაშვალრგოლად ქართულ ოცნებას, თუ ამის პოლიტიკური ნება გამოჩნდა? პრინციპში მე ეს ერთ-ერთი პროცესი, რომელშიც ერთ-ერთ ადამიანს წარმოვადგენი ამ ტროტუარის საქმეებზე, იქაც მე მოსამართლეს ვუთხარი და საჯაროდაც არ მოვერიდები ამის თქმას, რომ კეთილსინდისიერმა მოსამართლემ, რა თქმა უნდა, ეს ყველა საქმე უნდა გადაგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოში, წარდგინებით უნდა მიმართოს და უნდა შეაჩეროს საქმის წარმოება ამ საკითხების გადაწყვეტამდე. უნდა მოიქცეს ისე, როგორც ვლადიმერ ხუჭუამ მოიქცა. მე მიმაჩნია, რომ ეს არის კეთილსინდისიერი მოსამართლის სწორი საქციელი, მაგრამ ამის მოლოდინი, არ ვიცი, მე იმ მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც ამ საქმეებს იხილავენ, არ მაქვს და ამას არც დავმალავ პრინციპში პირდაპირ ვიტყვი. საკონსტიტუციო სასამართლო რას გააკეთებს, არ ვიცი, ამ სარჩელს
მორჩილს მიიღებს და შემდგომ უბრალოდ არ ვიცი დადებს თაროზე ისე როგორც არაერთი სხვა საქმე არის თაროზე შემოდებული. სავარაუდოდ ასეთ პერსპექტივას ვიხილავთ პოლიტიკურად. დიდი მადლობა ნიკა, რუსთაველის გამზერი და ნიკა სიმონიშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვებს.